ეს დებატები საერთოდ გაუგებარი არის, ისთვისა სამხელა ამბავი რატო ატყდა პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ თუ აქვს სურვილი მაგალითად აი გახსნან მედია სივრცე და იყოს ისევე დებატები, ამას ამდენი დებატები არ ჭირდება, ამდენი ლაპარაკის მარჩიელობა ეს, აქ შეიძლება იქ ტოქსიკური გარემოა, აქ არატოქსიკური ორ კვირაში გავარკვევთ, ვისთან დავდებით ეთერში, ამას ეს არაფერი არ ჭირდება. თუ რეალურად უნდათ ეთერის გახსნა, ეს კეთდება 15 წუთში. დაურეკავს ბიძინა ირაკლი რუხაძეს, ირაკლი რუხაძე დაურეკავს ვიღაც პროდიუსერს იმედზე, ან დაუშვათ ან სხვა არხზე, მაგალითად რუსთავი 2-ზე, ან საზოგადოებრივ მაუწყებელზე დარწმუნებული ვარ ყველგან ერეკებად. კი ბატონო და იმ საღამოს უკვე იქნება დებატები და ეს ორკვირიანი თუ სამკვირიანი ეს ამდენს ლაპარაკობენ. ეს არის უბრალოდ სალაპარაკო თემა. ამით ერთი 2-3 თვეს გაკაჩავენ. რაღაცა ორ კვირაში უნდა იყოს დებატებიო, ხა უსასრულოდაც ვერ გაიქაჩება როგორც ჩანს ეს თემა. აი ერთ პარალელს მოგიყვანთ, ალბათ თქვენ გაგახსენდებათ. 2014 წელს, როცა დაიწყო ლარის კურსის დევალვაცია, დიახ. თუ გახსოვთ, ვის დააბრალეს? გახსოვთ? მედიას დააბრალეს, აჟიოტაჟმა შექმნა პრობლემაო, ერთ-ერთი ესეთი იყო. ეს არა, კონკრეტულად, უფრო კონკრეტულად ეროვნულ ბანკს კონკრეტულად გიორგი გადაგიძეს. კი ბატონო. და ყველაზე სასაცილო რა იყო, ეხლა ეს პარალელი რატოა? გიორგი ქადაგიძეს ერთ თვეში ეწურებოდა ვადა. ხო და აი ხა თქვენ რომ ამბობთ 2 კვირა თუ 3 კვირა, რა ლოგიკა იყო, ხო? ადამიანი მიდის ერთ თვეში, ხო? და ამა რო აბრალებთ, ხო? გავა ეს 1 თვე, გავა 2 თვე და ხო აღმოჩნდება. ხო, ადვილად გამოჩნდება. ხო. მაგრამ ამათ სხვა მიდგომა აქვს. აი ხა 1 თვე ხო ვილაპარაკებთ მაგ თემაზე. მე კიდე ერთ თვეში წავა ეს გადაგიძე, მე ვიღაც ახალი მოვა და ვიტყვით რომ არა ესე არ გამოვა, იმიტომ რომ გადაგიძე იმდენი გააფუჭა, რომ ეს კიდე 1-3 თვე გინდა გამოსასწორებლად. ხო, იქ მე ამასობაში ვიტყვით რომ ცოტა deep state-ი მიეხმარა და ხო, რაღაცა ამასობაში ნახევარი წელი გავიდა, ხო? ნახევარი წელიწადი ამით გაკაჩეს, ხო? მაინც მგონია რომ რაღაც პერიოდში რუსთავი 2-მაც გაავრცელა გუშინ განცხადება რომ მზად ვართო და ასე შემდეგ. მგონია რომ რაღაც ტიპის დებატები წამოგვეწება, მაგრამ კურსის ცვლილება, რომელზეც ლაპარაკობთ, რეპრესიული ტალღა გრძელდება, რაღაც ტიპის ცვლილებების დრო დაუდგება ოცნებას, თუ აი როგორ აფასებთ თქვენ იმ მოცემულობას, რომელშიც ახლა არის ხელისუფლება და ყველანი ჩვენ ვართ, ჩვენ ყველანი ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რაღაც სხვა ცხოვრება და სხვა ქვეყანა ამ ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ესე ყველაზე ახლო პერსპექტივა, ხო, ასე რომ თქვა დადებითი. 1-3 თვე წარმოვიტყობთ, თუ აღმოჩნდა რომ რაღაცა სასწაული რეპრესიული შესაძლებლობები აქვს და ეს თითქმის 2 წელია გასული, ხო? მე ვითვლი აპრილიდან, როდესაც ეს რუსული კანონის შემოტანიდან. ხო, იმ დროს დაიწყო ეს ყველაფერი, ეს არა 28 ნოემბრიდან მაინც და მაინც. თუ აღმოჩნდება რომ რაღაცა სასწაული რეპრესიული შესაძლებლობები ქონდათ და რაღაცა თავს იკავებდნენ და ეს 2 წელი არ იყენებდნენ და უცბად, ასე ვთქვათ, ნოემბერ-დეკემბერში მიაწვნენ ყველა ჩასვეს ციხეში, ყველაფერი გააჩუმეს, ნუ ეს ერთი ამბავია, ხო, მაგრამ რო დაუშვათ, რომ ესე არ იქნება და ამის ალბათობა, რომ ესე არ იქნება, საკმაოდ მაღალია, უახლოესი პერსპექტივა გველოდება ის, რომ აი დაჯდებიან ერთმანეთში და იტყვიან, რომ ნუ როგორ ჩანს, ნუ არ გამოდის, ხო, არ ჭრის ეს ამბავი. არაფერს არ გამოაცხადებენ, არაფერს არ იტყვიან, არც კანონებს არ გაუქმებენ. დარჩება ყველაფერი, გაგრძელდება დასავლეთის გინება, მაგრამ მოხდება კურსის შერბილება იმ კუთხით, რომ კანონები იქნება უბრალოდ ეს ვთქვათ ამოქმედების ნება იქნება სუსტი. ხო, ეს კანონები დარჩება, ამ კანონებს არ გააუქმებენ, მაგრამ ვთქვათ ადრე სადაც მაგალითად გვახსოვს ყველას ნოემბერი, დეკემბერი, რომ იჭერდნენ დღეში 15 კაცს, ხო? თუნდაც ადმინისტრაციულზე, ხო? აი ამ რაღაც ახალ რეალობაში დაიჭერენ, ნუ უკვე კვირაში 2 კაცს.
თვეში 4 კაცს აი ეს დაიჭერეს. ახალი საქმეები, რომელიც პოლიტიკოსებზე დაკიდეს საპატიმროდან, ახლა 7 და 8 თვიანი პატიმრობით გამოსულ პოლიტიკოსებს უკვე ახალი საქმეები დაახვედრეს. აი ამ მოცემულობას როგორ უყურებთ ახლა პოლიტიკა პოლიტიკოსების გარეშე თუ პოლიტიკური დებატები პატიმარი პოლიტიკოსებით თუ აი როგორ იქნება ეს ვითარება? თუ მოხდება ეს არაოფიციალური კურსის შერბილება და სიმართლე გითხრათ პირველ ნიშნებს მე უკვე ვხედავ მეშინი ამაზე ესე თქვა რომ ეს უკვე პროცესი დაიწყო იმიტომ რომ არავინ არ იცის ხო დილით ბიზნეს თავში რა მოუვა მაგრამ რაღაც დონის შერბილება მე მგონი ფაქტია იმიტომ რომ ეხა რაც ერთ თვეში ჩასვეს ერთ დღეში იჭერდნენ აგერ ნოემბერში და დეკემბერში ხო 15-20 კაცი იყო დაჭერილი დღეში თუ გვახსოვს ის გზის გადაკეტვის აქციები და კი რა თქმა უნდა ხო და იმ დაკეტულ საქმეებსაც ეს ისეთი საქმეები რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს ხო აი არის და არის როდისა დაინიშნა რო ითქვიან საგნობრივი განხილვა გადაიხადეს იბან რა ქვია ვაშაძემ და ჯაფარიძემ ის თავისი 30000 მერე რა ხდება დაინიშნა შემდეგი ეტაპი სასამართლოს რაღაცა ბრალდება. ხო, ესე არ ხდება, მაგრამ ამ ადამიანებისთვისაც ეხა მაგალითად ვაშაძე საპატიმროდან გამოვიდა 2 დღის წინ და ეხლა ჰიპოთეტურად ამ საქმის მის თავზე დაკიდება მის პოლიტიკურ არ ვიცი მინიმუმ ტემპერამენტზე მაინც შეიძლება რაღაც ტიპის გავლენას იქონიებს პროცესზე ეს დაკიდებული საქმეები. კი, მაგრამ მე ხაბე არ მინდა ცუდი რამე თქვა პოლიტიკოსებზე, მაგრამ დღეს რო არაფერი ხეირი მაგათგან არ არის, ახლა ერთი წლის წინ გარეთ რო იყო ყველა რამე განსხვავებული იყო მათ ქმედებებში ვიდრე ახლა არის. დღეს რო არის ოპოზიცია სუსტი, თან დღეს მე გულისხმობ აი ამ დაჭერებამდე, ხო? აი არჩევნების შემდეგ. მასეთი სუსტი არასდროს არ ყოფილა. 2024 წლის სექტემბერში გაცილებით უფრო ძლიერი იყო, იმიტომ რომ ჩემი აზრით 2024 წლის 26 ოქტომბრის 8 საათზეც კი უფრო ძლიერები იყვნენ. თუნდაც გამოცხადებული შედეგის ფონზე, როცა ეს თქვა ხელისუფლების გამარჯვება გამოაცხადეს. აი მაშინაც კი უფრო ძლიერები იყვნენ, ოღონდ ჩემი სუბიექტური ხედვაა. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით და დაუმატებ რომ ეს არ არის დაპატიმრებების გამო. იმიტომ რომ დაპატიმრება აი თურქეთი რო ავიღოთ, ხო? იქ მთელი ლიდერები დაპატიმრებულია ოპოზიციური პარტიის, რა? იმის სტამბოლის მერი, რა ვიცი, კიდევ ერთი 200 კაცი მთელი ლიდერშიპი არის დაკავებული ოპოზიციური პარტიის, მაგრამ არ აკლდება ამით არაფერი. ის იმამოგლუ რო არის, რა ქვია მაგას, სტამბოლის მერი, მისი ავტორიტეტი არ დაცემულა და ეს პარტია აგრძელებს საქმიანობას და შესაძლებელია არჩევნებიც მოიგოს. ლიდერი ციხეში არც ერთ პარტიას არადროს ხელს კი არ უშლის პირიქით. ავტორიტეტს ზრდის და ჩვენი პოლიტიკოსების რა პრობლემებიც ჰქონდათ. და მით უმეტეს ეხა პრობლემები თუ აქვთ და ვთქვათ არ არიან ისე ძლიერად ეს დევნა მათი რაღაც გამოგონილი საქმეებით და ხელა პატიმრობების ვთქვათ პრობლემურია არ ახასიათებს ადამიანურადაც პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ეხლა არავის არ ვუსურვებ ერთი დღისაც კი საპატიმროში გატარებას. აი ამ გეოპოლიტიკური საფრთხეების ფონზე ქვეყნის შიგნით რა უნდა იყოს ახლა მთავარი ამოცანა ხელისუფლებისთვისაც და ცალკე პოლიტიკური მოთამაშეებისთვისაც ოპოზიციურ ფლანგზე, სუსტზე როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ მაინც სხვა არ გვყავს. არც ხელისუფლება არსებობს სხვა ახლა და არც ოპოზიცია სხვა. არის ის მოცემულობა, რაშიც ვართ. მოდით ისეთ ასე ვთქვათ, ცუდ რამეს ვიტყვი, ხო შეიძლება. ესე იგი, ეს მოძრაობა რო დაიწყო, ჯერ იქ აპრილ-მაისი ხო, ეს აგენტების და მე უკვე აი 28 ნოემბრის შემდეგ. ძირითადში ამ მოძრაობას ჰქონდა 3 მიზანი. ერთია ხელისუფლების შეცვლა, მეორე დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნება და მესამე აი ამ გარუსების შეჩერება. მე
ამ ეტაპისთვის უკვე რასაც ხედავ, პირველი არის გამორიცხული. ანუ ხელისუფლებას ჩვენ ვერ ვცვლით. ეს უკვე მე მგონი ამას უკვე ყველა ხედავს, იმიტომ რომ სანამ ხელისუფლებას აქვს ფული და ძალოვანი რესურსი, აგერ ირანი, აგერ ვენესუელა, აგერ ჩვენ სერბეთი ვნახეთ, აი, რა ვიცი, რა 3-4 თვის წინ, ხო? ზუსტად ისეთივე მასშტაბის მოძრაობა იყო, თითქმის იგივე მიზნებით. თურქეთში ერთი წლის წინ რამხელა აქციები იყო, არ ვიცი, აკვირდებოდით თუ არა, მილიონი ხალხი გამოდიოდა სტამბოლში. სადაც პირველი შეუსრულებელ მისიად მიგაჩნიეთ ამ ეტაპზე. მეორე ამ ეტაპზე შეუსრულებელ. მეორე დემოკრატიული ნორმების, დემოკრატიული ფასეულობების შენარჩუნება შესაძლებელია აი ამ საპროტესტო განწყობის შენარჩუნების პირობებში. ანუ რაც ნიშნავს ავტორიტარული რეჟიმი? ავტორიტარული რეჟიმი არ არის გაცვლილი ტოტალურ რეპრესიებზე, ხო? ანუ მიზანი რა არის? ხავს მაგალითად 1000 ხევსად რო ვთქვათ, ვიდეო ბლოგერი, რომელიც გიშლის ნერვებს, ხო? ავტორიტარული რეჟიმის ალგორითმი ისაა, რომ უნდა დაიჭიროს 10 და 990 თვითონ გაჩუმდება, იმიტომ რომ შეეშინდება. მაგრამ როცა ავტორიტარული რეჟიმი დაიჭერს 10, მაგრამ 990 აგრძელებს, აქ უკვე აღმოჩნდება ეს ალგორითმი არ მუშაობს. არ მუშაობს, იმიტომ რომ ნებისმიერი კანონის ძალა იმაშია, რომ ცოტას დავსჯი, ბევრი შეასრულებს. კი ბატონო, იმიტომ რომ ყველას დასჯის რესურსულადაც პრობლემა და მესამე არ გვაქვს ბევრი დრო გარუსების შეჩერება. გარუსების შეჩერება არის შესაძლებელი მეორე მიზნის შესრულების შემთხვევაში, იმიტომ რომ აი ახლა ჩვენ ყველა ვატყობ, რომ რაღაც გაცივება არის რუსეთთან ურთიერთობაში. იმიტომ რომ ის ასე ვთქვათ, პოტენციალი რაღაც გადაწყვეტილებების, რომელიც ვთქვათ, მიმართულია ქართულ საქართველოს და რუსეთის შემდგომ დაახლოებისკენ, ხო? არის რაღაც გადაწყვეტილებები, რომელიც არ არის დაკავშირებული პირდაპირ სახელმწიფო ღალატთან, ხო? ეს ყველაფერი უკვე გაკეთდა. ეს სავაჭრო ურთიერთობები, მისვლა-მოსვლა რუსეთი ითხოვს ახლა უფრო მეც, რომელსაც ეს ოცნება, ვთქვათ, არ აქვს ამის პოტენციალი და ახლა ამან შეიყვანა კრიზისში ეს. კი ბატონო, ხო და აი ეს რო შეასრულოს. წინ და წინ თქვენ მორიგ სტატუსს ციტირებ. ხო, კი ბატონო. იმისთვის რომ შეასრულოს ის რასაც რუსეთი დღეს თხოვს, არის საჭირო ორი პირობა. ან რუსეთმა უნდა დაუბრუნოს ტერიტორიები და მე ამის შემდეგ რასაც გააკეთებთ, ყველაფერი გაправდება, იმიტომ რომ რა გინდათ, აგერ ტერიტორიები დაგიბრუნოთ. ან უნდა იყოს საშინელი ისეთი დიქტატურა, რომ აი თავს რო ვერ აწევს ვერავინ, იმიტომ რომ რო გაიხსნას რკინიგზა აფხაზეთის გავლით, ხო? საბაჟო იმაზე ენგურზე ქართული საბაჟო და ისა აფხაზური საბაჟო ფსოუზე და საქართველოს ტერიტორიიდან საქონელი რო გადის რუსეთში და ბოლო შტამპი აწერია ტამოჟნია რესპუბლიკი აფხაზია, ეს ვერ pravdeba ვერაფრით. ამას ვერც იმედი ვერ იზამს, ვერც პოსტივი და ვერავინ. ამიტომ სანამ არ იქნა ხუთავი საბოლოო ისეთი დიქტატურა, რომ ერთი კაცი არ იქნება ქმის ამომღები, გარუსება, შემდგომი გარუსება გამორიცხულია.